ანგელები წმინდა სივრცეს და არასდროს არ ვანთებ მას ზაჟიგალკით თუ სანთელელად, როგორც იცახია. მოგესალმებით ძვირფასო ადამიანებო. დღევანდელი ჩვენი გაშლა იქნება აგვისტოსთვის ტაროლოგიური პროგნოზი შენი სულიერი სივრცის არხიდან. თქვენთან ერთად გადმოვალაგებ დასტებს, ალბათ გაინტერესებთ სადამ მოგვცეს დასტები, იმიტომ რომ სულ სათითაოდ გადმომაქვს ხოლმე, როდესაც ვაკეთებ გაშლებს, მოდით აგათვალიერებინებთ ჩვენი ტაროს დასტებს. შავ-თეთრი ფორმატისთვის შეიძლება ვერ იყოს აღსაქმელი, მაგრამ აი ეს გახლავთ ჩვენი დასტები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთვის და აი აქეთ გახლავთ უკვე შემდეგი დასტები, ესენი ქისებში არიან და აქეთ არის კიდევ რამოდენიმე დასტა, ეს არის საოცარი ორაკული სხვათა შორის და სულ გპირდებით და ერთხელ აუცილებლად გაგიკეთებთ მაგ ორაკულით გაშლას, ოღონდ მაგას ჯერ მეც უნდა გავეცნო. აი ესეთი დასტებით წარმოდგენილი, ესე იგი, ეს იქნება ახლანდელი ენერგიები თქვენი, ეს იქნება აგვისტოსთვის ენერგიები, ფინანსები, კარიერა. ეს არის ჩემი პირადი დასტა, რომელსაც ადრე ვიყენებდი საჯარო გაშლებში, მაგრამ ესე გადაწყვიტა ამ დასტამ, რომ ამით მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებ გაშლებს. არადა მაქვს რამდენიმე კლასიკური დასტა, 3 ცალი მაქვს ჯამში და აი ამ დასტამ გადაწყვეტა, რომ იყოს პერსონალურად ჩემი. ამას რაღაც სიურპრიზი აქვს სამყაროსგან, აგვისტოსთვის განმავლობაში, შენს პირად იმაზე სასიყვარულო ურთიერთობაზე და პრინციპში ხო, всё. ხო და ეს დასტა გახლავთ კიდევ, ეს დასტა, ეს და ეს. რატომღაც ესენი ჯერჯერობით კაიხანია აღარ მეძახიან სასაუბროდ. ტარო არის ენერგია და ყველა დასტა სხვადასხვა გაშლებზე მეძახის სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ. სიგნიფიკაცია. ვისი უნდა იყოს აგვისტოსთვის პროგნოზი? ახლანდელი ენერგიები მაჩვენეთ იმ ადამიანის, ვისთვისაც უნდა იყოს აგვისტოსთვის პროგნოზი. როგორი თვე იქნება აგვისტოს თვე? მთლიანობაში. რა სიურპრიზს გვიმზადებს აგვისტოს თვე? რა სიურპრიზს გვიმზადებს აგვისტოს თვე? სამსახური, კარიერა, სამსახურსა და კარიერაში როგორი იქნება აგვისტოს თვე, სამსახურსა და კარიერულ
მიმართულებებში როგორი იქნება აგვისტოს თვე საქმიანობაში მთლიანად როგორი იქნება აგვისტოს თვე კონკრეტულად აგვისტოსთვის ფინანსები, როგორი იქნება ფინანსები აგვისტოს თვეში, როგორი იქნება სამყარო ფინანსები აგვისტოს თვეში. პირად სასიყვარულო პარტნიორულ სასიყვარულო სფეროში როგორი იქნება აგვისტოს თვე მთლიანობაში. ჩემს თავის და წყლის დალევაზე კარგახანი იყო ესენი რა ვქვა ვაიმე და ეს რა მოხდა კომენტარები ხოლმე ვიღაცა მიწერს ერთხელ რა იყო ეგო ცოტა ნელამოსიო ხო ბატონო არ ვიცი ახლაც თუ უსმენ ჩვენს გაშლებს გეტყვით რომ მე კი ნელავსო მაგრამ მიკროფონი რომ აქვს იქ გაძლიერებულად გესმით ხმა ახლანდელი ენერგიები არის ესეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანი გამოვიდა რაღაც წარსული შეიძლება ურთიერთობიდან, ემოციური დისბალანსური მდგომარეობიდან ძალიან დიდი ხანი თხრიდა რო იტყვიან იმ ემოციურ დისბალანსის მიზეზებს თავის თავში და თავის ცხოვრებაში რაც მოხდა მიზეზებს ეძებდა თუ რარისთვის მოხდა რა როგორ შეიძლება ყოფილიყო აი ესე რომ ყოფილიყო ისე რომ მოქცეულიყო და ეს ყველაფერი იწვევდა მასში ძალიან დიდ ტურბულენტობას ემოციურს აი თითქოს და აი ეს ყველაფერი იყო სიყვარულიდან გამომდინარე ძალიან დიდი ხანი შეიძლება წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ არეულ ემოციებში ყოფნა, გამოძიება. თითქოს ამოხსნებს ეძებდა საკუთარ ემოციებში, იმ ადამიანში, ვისთანაც ეს ქონდა, ვინც ახლა მიყურებს ურთიერთობა, ვისთანაც ქონდა ეს არეულობა, ვისთანაც ქონდა ეს დაშორება და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი სხვათა შორის პირდაპირ ენერგეტიკულად დაკავშირებული იყო თქვენს აწმყოზე, მომავალზე, სიყვარულთან დაკავშირებით, რომელიც აი რომელიც ფაქტიურად თქვენთან არ შემოდიოდა. იმიტომ რომ ამ წარსულის ქექვაში წარსული ემოციების ცეცხლის ჩაქრობის პროცესში თქვენ აწმყოს ვეღარ უყურებდით. იმხელა იტყვიან კოცონი დაანთო იმ ყველაფერმა თქვენ სულში. ეხლა ხართ გამოსული და რაღაცა ახალი იცი რა არის გამოხვედით აქედან და ხართ ახლის მოლოდინში. ეს ყველაფერი ნამდვილად აი გადაწყვეტეთ რომ დატოვოთ უკან. ყოველ შემთხვევაში არ განიჭებთ ეხლა იმ ტურბულენტობას, არ განიჭებთ ეხლა იმ მდგომარეობას, ეს ემოციები სტაბილურად, რასაც განიჭებდათ მანამდე ტკივილს გულისხმობ. თითქოს ის არეულობა, ის გაუგებრობა, ის ყველაფერი, რასაც ქეკავდით, თხრიდით, დატოვეთ იმ პოზიციაში, რა პოზიციამდეც შეძელით მისულიყავით, რა აღარაფერს აღარ ქეკავთ. ხართ ეხლა მომავლის მოლოდინში და ელოდებით
ელოდებით რა შემოვა სამყაროსგან შენს ცხოვრებაში. როგორი იქნება მომავალი თვის ენერგიები, კი არა, მომავალი თვე მთლიანად, უიმე. თქვენთვის ვამბობ, ხო? თქვენ იქნებით, სხვათა შორის ადამიანებო, მერყეობის პოზიციაში, რადგან თქვენს აზმყოში შემოვა უყურეთ ახლა წარსულიდან მამაკაცი, რომელიც განაახლებს ურთიერთობას, შანსი მოგეცემათ იმისა, რომ აი ის რაც წეგან ვისაუბრე, დაავადებული ფუნდამენტი განაახლოთ. დაავადებულს იმიტომ ვამბობ, რომ აი ის რაც იყო თქვენს ურთიერთობაში, მაგას საფუძველი ვერ დავარქმევთ. ეგ არის ჩათვალეთ აი ფუღურო ხე რა, დაამპალი ხე, რომელიც აი ვერ გამოდგება მასალად, ხო? მოდი ასე ვთქვათ. ამიტომ აი აქ მოხდება განახლება და თქვენ როგორი რაღაც იქნება, იცით, დიდი ალბათობით თქვენ შეგეძლებათ, რომ ეს ურთიერთობა განაახლოთ, თქვენზე იქნება დამოკიდებული. და კიდევ გექნებათ ახალი შანსი, რომელსაც მოგცემთ სამყარო. ანუ სამყარო მოგცემთ არჩევანს. დარჩეთ და იყოთ იმ სიტუაციაში, როგორშიც იყავით, დატრიალდეთ, თუ წახდეთ მომავალში. ასევე აქ არის გამოჯანმრთელება, ძვირფასო ადამიანებო. გამოჯანმრთელება იმ კუთხით, რომ თქვენ, აი, რაც თქვი წეგან ფუღურო ხეზე თუ იდექით და აი ფიქრობდით, განახლდება, არ განახლდება, აქ გაიყოფა რამდენიმე ვერსიად. განახლდება, არ განახლდება სიტუაცია. თქვენ გამოჯანმრთელდებით აქედან და ნაბიჯს გადადგავთ აი ამ უსაფუძვლო და უსაძირკვლო სახლიდან, რომელიც ფაქტიურად მხოლოდ ილუზიაა, იმიტომ რომ ნებისმიერ ქარის დაბერავაზე შეიძლება დაიშალოს, გამოხვალთ გამოჯანმრთელდებით და ეს რა არის მაჩვენეთ? გაუშვებთ რა დარდებს, რაც წინსვლაში გიშლიდათ ხელს. და ეს ვინ არის? და ახალია თუ ძველი? ხო გითხარით რა. და როგორც თქვი, არის კიდე მეორე ვერსია, პირველი ვერსია რაც თქვი, რომ მამაკაცი დაბრუნდება უკვე სხვანაირად შეცვლილი, არა იმ ფუნდამენტით, რაც გქონდათ, აბსოლუტურად სხვანაირად მოხდება აქ ურთიერთობის დაწყება. ანუ ყველაფერი რაც აქამდე იყო, ვისთანაც მამაკაცი დაბრუნდება, და აქ ჩანს რომ დაბრუნდება და განახლება იქნება, ჩათვალეთ აი ახლიდან რომ ბავშვი რომ დაიბადება და სრულიად ახალია. აი ესეთ ფორმატით დაიწყება ურთიერთობა, ვისთანაც დაბრუნდება და აქ ჩანს დაბრუნება ნამდვილად.
გაშლა არის საჯარო, რამდენიმე სიტუაცია უყურებს და ორ ვერსიად იყოფა. ერთი არის, რომ ამ სიტუაციიდან გამოჯამრთელდება ადამიანი და ეხლა ჩვენ გაშლაში კიდევ უფრო ზუსტად გვეტყვიან ამას. და მეორე არის, რომ მამაკაცი ბრუნდება ურთიერთობაში. ოღონდ განახლებული. მოდი ვნახოთ პირადი ურთიერთობა, ბარემ რა გიყა ეს იყო აგვისტოს თვის განმავლობაში. გამოჩნდება კი აქ უმეტესობისთვის მამაკაცი წარსული მამაკაცი გამოჩნდება, რადგან უთქვენოდ აი ძალიან დიდ დანაკლისგან იცდი და ეს ადამიანი დიდი დანაკლისი ჰქონდა. ახალი აი დაკარგული იყო რო იტყვიან რა, სიბნელეში დადიოდა და მოვა ეს ვიღაცასთან სახლში მოვა მამაკაცი. ძალიან დაღლილი უთქვენოდ. კი არჩევანით მოვა. არჩევანით მოდის ეს ადამიანი. თქვენი ანუ მანამდე თუ იყო სიტუაცია რომ იყავით იდუმალი ქალი. და თქვენ მარტო ცხოვრება არ გსურდათ, გამიგე და თავს მოტყუებულად გრძნობთ. ამ დროს ძალიან ლამაზი გოგო გყავს საქმერთო. სუფთა სული, სინათლე, ყველაფერი და თქვენ ანუ მარტოობიდან გამოდიხართ და რო გეგონათ რომ აი მოტყუებული ყავით ეს ყველაფერი სხვა შორის მე მაგაზე მქონდა გაშლა. მე ისე ენატრებით ამ ადამიანს, ისე ენატრებით რომ არ ვიცი რა, აი ამისი მზე, მთვარე, ცისარტყელა, რა ვიცი. იცი რა არის? აქ მოხდება სრული რო იტყვიან გადატრიალება ამ ადამიანის მხრიდან და თითქოს აი ის რაც მანამდე ქონდა ამას ის რაც მანამდე ქონდა ამას გაიგე რაც აფერხებდა აი რაღაცა ქონდა ამ კაცს ისეთი რისგანაც ვერ თავისუფლდებოდა აი რაღაცა ჩარჩოები შეიძლება ქონდა თავისი სტანდარტები ეს შეიძლება იყოს მენტალური სტანდარტები ეს შეიძლება იყოს სოციალური სტანდარტები და ასე შემდეგ და ის არ აძლევდა საშუალებას რომ აი თქვენი სიყვარულის გამო ის სტანდარტები დაერღვია შეიძლება მთელი ცხოვრება ეს მამაკაცი ხო ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდა და ეხლა თქვენთან ისეთი რაღაცა მოხდა რომ ამას თავისი პოზიციები რადიკალურად უნდა შეეცვალა თავისი დაუშვათ როგორც ფიქრობდა შეიძლება ქალთან მიმართებაში და ესე აღარ გამოუვიდა აქ მოკლედ ამისი მთლიანი იმიდან მონსტრიდან გამონთავისუფლება ხდება რა. თქვენი ენერგია ისე იზიდავს, რომ აი ეს ადამიანი შეიძლება რაღაც თანამდებობაზეც არის და არაფერი არ უხარია რა. ზის და ფიქრობს, არ ვიცი ამ ქალმა რა მიყო. გეუბნებით აი მე ძალიან მაგარი ენერგიებია, გოგოებო, ვისია. ძალიან მაგარი სიტუაცია და ველოდები აგვისტოს თვის განმავლობაში თქვენს მამაკაც ვინცთანაც დაბრუნდება და აქ აუცილებლად დაბრუნდება, აი აუცილებლად დაწერეთ რა.
ფინანსებში რა გელოდებათ? უი დედა, ეზოთერიკოსები ვინც მიყურებთ. ჩემო ძვირფასებო. აქ ხართ იმდენად აი მოქმედი ადამიანი, ჭკვიანი. თქვენთვის ასევე არა მხოლოდ ეზოთერიკოსები, აქ არის გაშლა იმათვის, ვინც თავის ცოდნით მუშაობს, აი ცოდნას გასცემს, გადასცემს თავის ცოდნას, ნიჭს გადასცემს. აქ იმ ადამიანებისთვის აი მაგ ცოდნიდან მოხდება ფინანსური შემოდინება, საიდანაც ძალიან კმაყოფილი, შევსებული და ბედნიერი იქნებით, დაფასებული იქნებით და თქვენ რაღაც აი მოდი ახლა ჩავშალოთ ესეც ფინანსებში აქ რას გულისხმობ, ძალიან მაგარი შემოდინება იქნება ფინანსების. ახალი კლიენტები, ვინც კლიენტებთან იყო და იმპერატრიცას პოზიციაში, აი რა ვთქვა რა, იმიტომ რომ აქ სრულ ბალანსს იცავდით, აი აქ არის ადამიანი, ვინც მაქსიმალურ ბალანსს იცავდა გაცემა მიღების პრინციპში და ამ ადამიანისათვის სამყაროც ფინანსურ სტაბილურობას და ბალანსს გამოუგზავნის, ისე რომ ეს ქალი იქნება ძალიან კვაყოფილი ქალი აქ. საქმიანობაში რა გელოდებათ? საქმიანობასთან დაკავშირებით ვინც ელოდებოდა ინფორმაციას. შეტყობინებას. აქ მიიღებს შეტყობინებას, რომელიც ისე გააბედნიერებს, რომ ეს რეკლამა რო იყო გახსოვთ რაღაცა გოგო რო დარბოდა, მე იმაზე იყო რამდენიმე წარწერები ხოლმე. აი იმ გოგოსავით ირბენთ, ისეთი გახარებული იქნებით საქმიანობის თემასთან დაკავშირებით, რაღაც შეტყობინებას მიიღებთ, რომელსაც დიდი ხანია ელოდით, რომელიც თქვენს ფინანსებსაც უკავშირდებოდა და აი არ იცოდით რა როგორ იქნებოდა, ვიღაცა სამსახურში დაწინაურდება, ამ შეტყობინებას მიიღებს, იმიტომ რომ შეიძლება აქ რაღაცა ფინანსურ ის იყო, რა ქვია, დიდი ხნის განმავლობაში არ იყო თქვენთან ხელფასი ნამატი და ამ შეტყობინებას ელოდებოდით რაღაცა დაწინაურების ფონზე მოხდება თქვენი ხელფასის მომატება, ან ვიღაცა, ვინც აი მოდის ეგ ინფორმაცია რა, რომ ვინც სამსახურს ელოდებოდა, ის მიიღებს ინფორმაციას, დიდი ხანია შეიძლება მოლოდინში იყო და არაფერი არ ხდებოდა, რომელიც ძალიან გაახარებს, მზის ენერგიაში გადიხართ. რა გაგეხარდებათ? მთავარი სასიხარულო მოვლენა სამყაროსგან. მამაკაცი, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, რაღაცა მე ასე ვკითხულობ, ამას არჩევანზე, აი ორწყალშუა, ეს მამაკაცი გაიმარჯვებს თქვენთან დაკავშირებით, იგულისხმება ეს და იგივე მამაკაცია, მე მგონი აქა. და ეს არის, რა ქვია, ის ბრძოლა საკუთარ თავთან, შეიძლება ვიღაცებთან, შეიძლება სოციუმთან, შეიძლება დედასთან, მამასთან დაკავშირებით. ეს კაცი გაიმარჯვებს მე აი ძალიან მეცინება ხოლმე ესეთ კაცებზე რა, თუ წავიდა ეს ადამიანი, ხო? და ფიქრობდა, რომ არაფერი, ეს სადღაც გითვალთვალებდა და ეს მიხვდება საკუთარ თავთან ბრძოლაში პირველ რიგში და იმ დიდხნიან ციკლს დაასრულებს, მობრუნება ამ ადამიანის ახალი ეტაპით, როგორც თქვით, პირად ურთიერთობებზე. აქ ასევე თუ იყო დავა რაღაც ფინანსურ საბუთობრივ საკითხებთან დაკავშირებით, აქ მოხდება სამართლიანობის აღდგენა და თუ დაუშვათ აი
თქვენ რაღაცა მოტყუებული იყავით და რაღაცას ელოდებოდით, აქ გამარჯვება თქვენი ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც ცუდ ენერგიებს წაიღებს თქვენგან და ფინანსებს მიიღებთ ასევე. ფინანსურ სიუხვეში გადახვალთ. გამოდიხართ რა, ამ შეიძლება დიდხნიანი პროცესები მიმდინარეობდა და ეს პროცესები დასრულდება. და მამაკაცის თემას რაც შეეხება, აქ ეს თავსიტყუებ და თქვენ ძალიან სტაბილური ქალი ხართ, აქ ემხრივ რომ საკუთარ ემოციებს აკონტროლებთ, არც გაიგეთ, არც გამოიგეთ, არც სადაც გინდა, ეს მიხვდება რომ თავსიტყუებ და აი გაძლიერებული ბრუნდება ეს ადამიანი, გამოდის კი ტოვებს ყველაფერს და მოფრინავს თქვენსკენ სიყვარულით, შეთავაზებით, გამარჯვებული, ძალიან ბევრი იფიქრა, ამან ძალიან ბევრი იფიქრა, იმუშავა საკუთარ თავზე, განულდა, გაიარა გაკვეთილები და მოდის განახლებული კი, ყველანაირი წინააღმდეგობა გადალახა. ენერგო მიმოცვლის სახით მოიწონეთ ვიდეო, თუ იყო თქვენი გაშლა ძვირფასო ადამიანებო. კიდევ და კიდევ განმეორდები, რომ ენერგო ბალანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის პირველ რიგში და რა თქმა უნდა არხისთვის მეორე რიგში, იმიტომ რომ არხი განვითარდეს. ჩვენი ენერგო ბალანსი ამ შემთხვევაში კი სწორედ ამითი სწორდება, იღებთ ინფორმაციას და თუ თქვენია, რა თქმა უნდა, იწონებთ ვიდეოს და ხდება უკვე სამყაროსა და თქვენ შორის ენერგეტიკული მიმოცვლა და ბალანსება. მშვიდობებით გისურვებთ ბედნიერ დღეს და უბედნიერეს აგვისტოს თვეს. და როგორც ყოველთვის ჩვენი ექსკლუზიური ფრაზით, შენი სულიერი სივრცის, გისურვებთ თქვენს სულში ზეს.